ისრაელი აგურდება აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთს. მიზანში რყავს ლიბანური ჰეზბოლა, რომელიც ირანის მხარდამჭერია. იხილეთეს ინტენსიური თავდასხმები, რომლებიც შაბათ-კვირას მოხდა და ქვეყნის სხვადასხვა წერტილი დააზიანა. რაც გამით შევიტყვეთ, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ის მას შეზღუდულად აღწერენ, მაგრამ სამხრეთ ლიბანში უკვე ტანკები და ჯარები არიან. ხამის განმავლობაში გადაღებულმა რამდენიმე კადრმა აჩვენა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები ჰეზბოლას ტერიტორიაზე. ცნობების მიხედვით შეიძლება მომდევნო დღეებში 450,000-მდე ისრაელი რეზერვისტი ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის გამოიძახონ. არსებობს ნიშნები, რომ ეს გავრცელდება ლიბანის სამხრეთით, რათა ბრძოლა გადაიტანონ ირანის მთავარ წარმომადგენელზე რეგიონში. მეგობრებო, არის რაიმე ინფორმაცია ინტერნეტთან დაკავშირებით, რომ შევძლოთ ვნახოთ რა ხდებათ ირანში მოსახლეობისთვის. მათ შეუძლიათ ნახონ რა ხდება. კარგი გასაგები. დიახ, ეს კარგი თემა. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროის ცნობები მიუთითებს, რომ ირანელებმა კიდევ ერთხელ დაბლოკეს ინტერნეტის დიდი ნაწილი მთელ ქვეყანაში, რათა არ მისცენ სამოქალაქო პირებს ორგანიზების ან მთავრობისადმი უკმაყოფილების გამოხატვის საშუალება. დაიმახსოვრეთ, წლის დასაწყისის პროტესტებზე Fox News-მა დაუკავშირდა მრავალ ირანში Starlink-ის მომხმარებელს. ისინი იღებდნენ შეტყობინებებს და თუნდაც სურათებს ქვეყნის გარედან, მაგრამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს სამოქალაქო პირებისთვის საკმაოდ რთული გახდა. ცნობების მიხედვით ირანის რეჟიმის ოფიციალური პირები კარდაკარ ეძებენ Starlink-ის მომხმარებლებს, ვინც გარე სამყაროსთან კომუნიკაციას შეძლებს. ამიტომ სამოქალაქო პირებს ირანის გარეთ ადამიანებთან კომუნიკაცია სულ უფრო უჭირთ. მაინც ვიგებთ ინფორმაციას შიდა რეპრესიებზე, რომ ვეცადოთ ეს არ მოხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა Face the Nation-ში დაადასტურა შაბათ-კვირას აქვთ 400 ეგგაზე მეტი 60%-მდე გამდიდრებული ურანი. კითხე სად იყო და მითხრა. დამარხულია იმ ადგილას, რომელიც 2025 წელს ავაფეთქეთ. შეგიძლია ქილა გააკეთო. ეს კონფლიქტი შეიძლება დასრულდეს, თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ და დაადასტურეს გამდიდრებული ურანი. გონია ოდესმე ორივე მხარე დაკმაყოფილდება ამით და ასრულებს ამ კონფრონტაციას. ჯერ არა. და მე ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს გასულ კვირას, რომელმაც მითხრა, რომ ირანი მუშაობდა კიდევ ერთ ბირთვულ ობიექტზე. გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით შეერთებული შტატების წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა დაასახელა საწყისი წინადადება. მათ ჰქონდათ 460 კიგე ურანი 60%-ზე, რაც ერთნაბიჯია 80%-მდე, რაც ბირთვული ბომბისთვის საჭიროა. 460 კილოგრამიც კი საკმარისია 11 ბირთვული იარავისთვის, ამიტომ არც ამერიკელები და არც ისრაელელები არ იქნებიან კმაყოფილები. ფრეი, დიდი მადლობა, ხო იცი? ამაზე შაბათ-კვირას საუბრობდით. როგორ შეიძლება გამდიდრებული ურანის ამოღება ისე, რომ ბირთვული იარაღი არ აფეთქეს, ჯარები არ დაზიანდეს და დიდი აფეთქება არ მოხდეს? ეს საშიში, არ ვიცი, ამოვიღო თუ შევიდე და ავაფეთქო? ვიცი, რომ სპეციალისტებს შეუძლიათ ამის ამოღება. უნდა დავიწყოთ ახლავე. დიახ. ის დამარხულია. რთული ოპერაცია, Midnight Hammer-ი ეფექტური იყო, მაგრამ პრობლემა იყო, რომ თავიდან აშენებდნენ და ზედანაწილში დამატებით ადგილს ქმნიდნენ. ეს ხსნის ჩვენს მიღებულ დამოკიდებულებას. შეიძლება ენდო მათ ნამდვილად აქდეს გამდიდრებული ურანი კარგად. მათთვის არ არის მომგებიანი ამის აღიარება. მგონია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს მარგარეტ ბრენანის გამო თქვა. ამას აქვს აზრი, ხო, ეს მათ მათქუარებად აჩვენებს. ჩვენ ურანს 3%-ზე მეტად არ ვამდიდრებთ. ეს ენერგიისთვისა, ეხლა კი 60%-ზე არიან. ერთი კვირით ადრე. ხო, მაშინ ისინი მათქუარები. საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი არ აკონტროლებენ ისლამურ რევოლუციურ გვარდიას. ამიტომაც აცხადებენ არ დავესხმებით არაბ მეზობლებს, თუმცა მაინც ესხმიან მათ თავს. ნუ ამბობ, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ხარ კონცენტრირებული, ოფისებსაც აზიანე. და ჩვენ ეს შევთავაზეთ მათ. ჩვენ შევთავაზეთ ურანი, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი ბირთვული სადგურების მომარაგება, რაც ენერგიას მისცემდა მათ. მათ ასე თქვეს, რადგან გამდიდრებას სურთ. გამდიდრდნენ და დააბრუნონ ისინი. მოდით მოვიწვიოთ საზღვაო ძალების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და Everyday Warrior-ის პოდკასტის წამყვანი მაიკ სირელი. მაიკ, მინდა გავაგზელო იქიდან, სადაც კარლის კითხვა სხვა თემამ შეცვალა. თუ ეს ქვეყნები, როგორც ტრეინ თქვა, ბოლოს საომარ გემებს მიაწვდიან, ვგულისხმობთ მათ, ვინც ნავთობზეა დამოკიდებული, ქორმუზის სრუტით. ეს სრულად დაასრულებდა ირანის შესაძლებლობას ეფექტურად შეეჩერებინა სრუტეში გადაადგილება.
უნდა იცოდეთ, ჰორმუზის სრუტე ირანის იარაღია, რომელიც გლობალურ ეკონომიკას ემუქრება. ეს მათი სახელმძღვანელო იყო. ამიტომ ეს ესკორტები აღარ ეხება მხოლოდ გემებს, ეს ეხება ენერგეტიკული ბაზრების ხელახლა უზრუნველყოფას. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების ინტერესში, არამედ ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ უზრუნველყონ ეს ესკორტები გლობალური ბაზრების სტაბილურობისთვის. ეს არის მთელი მიზანი. კარგი, მაიკ, აგვიხსენი ეს ტაქტიკური თვალსაზრისით. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰორმუზის სრუტის და გლობალური ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? შესანიშნავი კითხვაა, კარლი. მოდით ასე ვთქვათ, უნდა დაუბრუნდეთ IRGC-ის ხანგრძლივ პოლიტიკას, რომელიც ასეთია. როცა მათი სამშობლო საფრთხეშია, თავდასხმის ქვეშაა, როგორც ახლა ვხედავთ. მათი სახელმძღვანელო ყოველთვის იყო ზეწოლის ბერკეტის, ჰორმუზის სრუტის გამოყენება. მათი მიზანია ომის ფასი გაზარდონ, როგორც რეგიონალურად, ასევე გლობალურად. მაშ, მეგობრებო, გარდა ესკორტებისა, უნდა გავაგრძელოთ მათი თავდასხმის ძალის სისტემური დეზგასტეით განადგურება. ეს ეხება ხარგის კუნძულს. მათი ნავთობის ექსპორტის 90-95% იქედან გადის. შეგვიძლია ვიხილოთ ესკალაცია შეზღუდული სახმელეთო შეტევით კუნძულზე, სადაც ზერსერის საზღვაო ქვეითები ამფიბიური ერიშს მიიტანენ საკვანძო წერტილების დასაკავებლად. რადგან ხარგის კუნძული მათთვის მხოლოდ სალარო არაა, არამედ სტრატეგიულადაც აწვება ირანს. ეს გადამწყვეტია, რადგან სტრატეგიულ სრუტეში მდებარეობს და ბაზის როლს ასრულებს, რათა კონფლიქტის დასრულებამდე წინ წავიწიოთ. რამდენი ამერიკელი საზღვაო ქვეითი წავა ხარგის კუნძულზე და როგორი წინააღმდეგობაა იქ, როცა ეს ჯარები გადმოვლენ? დოდ, ხარგის კუნძულზე 80-ზე მეტ სამხედრო ობიექტს დავართხით. კუნძულზე მდებარეობს ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ბაზები და მისი ნავთობის ინფრასტრუქტურა. ამ 80 ერიშის გარდა წინასწარ საარტილერიო ცეცხლი გამოიყენება მტრის ჩასახშობად, სანამ 300-დან 500-მდე საზღვაო ქვეითი ამფიბიურ და საჰაერო იერიშს ახორციელებს სტრატეგიული ტერიტორიის დასაკავებლად. დიახ, ამას გულისხმობ, თქვენ სახმელეთო ჯარებზე საუბრობთ, რაც ბევრს აქ არ უნდა. თუ ასე მოხდება, ვის ექნება უპირატესობა? ახლახან დაიკავეთ სტრატეგიული ტერიტორია და დააწექით ირანს ეკონომიკურად და ტაქტიკურად, მაგრამ იცით, ეს უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ეს იქნება შეზღუდული სახმელეთო ოპერაციები. ჩვენ არ ვსაუბრობთ მასშტაბურ სახმელეთო ჯარებზე. ეს არ არის განზრახვა და ტრამპმა იცის, რომ ეს სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. ასეა? ისრაელის ძალებმა დაადასტურეს, რომ მიჩიგანის სინაგოგაზე თავდამსხმელის ძმა ჰეზბოლას წევრია, როგორც IDF-ის დოკუმენტშია აღნიშნული. ჰეზბოლას მეთაური იბრაჰიმ მუხამედ ღაზალი მართავდა ბადრის დანაყოფის შეიარაღებას, რომელიც პასუხისმგებელია ასობით რაკეტის გაშვებაზე ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე ომის დროს. აიმან მუხამედ ღაზალიმ ტერორისტული თავდასხმა მიიტანა მიჩიგანში გასულ ხუთშაბათს. იბრაჰიმი დაიღუპა ისრაელის საჰაერო ძალების თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას სამხედრო ობიექტზე გასულ კვირას. ეს აჩენს კითხვას, მაიკ, რატო იმყოფება ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაურის ძმა საერთოდ ჩვენს ქვეყანაში? პირველ რიგში შეიძლება ვიფიქროთ, რომ იმ ნდობის საფუძველზე, რომელსაც ვუცხადებთ ჩვენს მთავრობას, ასეთი პიროვნება უნდა იყოს გამოძიებული და არ უნდა შემოუშვან ქვეყანაში. არათოდ, ეს მაწუხებს, ისევე როგორც ბევრ ამერიკელსაც. დავიწყებ იმიგრაციაზე საუბარს და დავასრულებ მეთხოვ ყურეობაზე საუბარს, ასე რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მეტი უსაფრთხოება ჩვენი იმიგრაციის საკითხში. საჭიროა არა მხოლოდ ამ მაღალი რისკის ადამიანების გამოძიება, არამედ მათი ცხოვრების წესთან შებუების შემოწმებაც. ეს ამერიკელების სიცოცხლეს საფრთხეში ატენებს. ეს უკვე აღარ არის 1950-იანი ან 1960-იანი წლები. ჩვენ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობთ და აქ არ არის საჭირო ISIS-ის ან IRGC-ის მძინარე უჯრედების მთელი ბატალიონი. საკმარისია ერთი მარტო მგელი რადიკალიზდეს, რომ ასეთი თავდასხმები განახორციელოს. როგორც Old Dominionis უნივერსიტეტში ვნახეთ, იქ ჯარისკაცი დაუკარგეთ, რომელიც პენსიასთან ახლოს იყო. ამ სიფრთხილით ამერიკელებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 21 საუკუნე წარსულისგან განსხვავდება. ჩვენ ქვეყანაში ადამიანები სუსტი იმიგრაციის კანონების გამოც შემოდიან, არა მხოლოდ სამხრეთიდან. როგორც ამერიკის მოქალაქეებმა ფხიზლად უნდა ვიყოთ. თუ რამეს ან ვინმეს რადიკალიზაციის ეჭვი გაქვთ, შეატყობინეთ. თუ არ დაუწმუნდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსული ადამიანები ერწყმიან ჩვენს ნორმებსა და კულტურულ ღირებულებებს, ყველაფერი ისევ არასწორად ძალა.
სპეცსამსახურებისთვის რთულია ნემსების პოვნა თივაში, მარტო ხელამგლების აღმოჩენა. ამიტომ სიფრთხილე ყველა ამერიკელის ვალდებულებაა.